ეს ისეთი კანონი შემოაქვთ, რომელიც ნებისმიერ პირზე, რომელზეც კავშირი რო გააბან და რაიმე უცხოური წარმომავლობის ფული იყოს, მასზე კავშირი შეიძლება გააბან და მოთხოვონ დარეგისტრირება აგენტად და დაურეგისტრირებულ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით შეაშინონ. ბიზნესი ახსენეთ თქვენ და ბიზნესები, შპს-ები, საწარმოები, რომლებიც უცხოეთიდან ფულს იღებდნენ და რომ ვიღაცას არ მოეწონოს მათი ქმედება, რაღაცის გამო მათაც შეიძლება ანალოგიურად მოთხოვონ შესაბამისი რეგისტრაცია. ინვესტიციებზე ვსაუბრობთ. შპს, რა თქმა უნდა, რომელიც უცხოური ფულს ინვესტიცია შეიძლება იღებდეს, მათაც შეიძლება მოუწიოთ რეგისტრაცია, თუ კი მათ რაჟდენი და შემდგომ პროკურატურა მოთხოვენ, რომ შესაბამის რეჟიმში უნდა დარეგისტრირდნენ. ამიტომ დიდ ბიზნეს კლიმატზე ეს უდიდეს გავლენას მოახდენს, ინდივიდებზე ახალი რეპრესიული მექანიზმი გაჩნდება და ბაიამ რას თქვა. ბაია, მისი კოლეგები, მას არ უყვას პირში რო აქებენ, მაგრამ უამრავ ქალს, უამრავ მოწყვლად ჯგუფის წარმომადგენლებს იცავენ. ისევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. და რა აკლდებათ ადამიანებს არის სწორედ ის, რომ ჩვენ ერთი ხელით გვიწევს ბრძოლა ამ კანონის, ამ რეპრესიების წინააღმდეგ, ერთი ხელით საქმის კეთება, დრო და რესურსი. ის რაც ადამიანებს ქართულ საქმეს სჭირდება, ხმარდება, ესე ვთქვათ, რეპრესიას და ამ რაღაცა ავტოკრატიულ ზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის დიდი დანაკარგი, რომელიც ამ კუთხით გვაქვს და რომელსაც, რა თქმა უნდა, შეგვეძლო მოგვეხმარებინა მეტი ადამიანის სიკეთისთვის.